მთავრობა ყოველ დღეს სილას გვაწვის ჩვენ და ამიტომ არა ასწორი. არ უნდა დაიმსახურო რომ სილა გადაწვა. ამ თქვენ ფიქრობთ რომ პოლიციელმა დაიმსახურა სილის გაწვა? დაიმსახურა. რატომ შეგექმნათ ეს შტაბიჯდება? რამ შეგექმნათ ეს თქვენს და? უყურებდით ხო კადრებს? უყურებდით კადრებს. ხალი რომ მამაკაც სილას გაწვის, ესე იგი ის მამაკაცი ღირსია ამისთვის. შეურაცხყოფა მიაყენეს და იმიტომ გააწმა სილა. ანუ სილის გაწვა თქვენი აზრით თავდასხმა არ არის? არა. არ არის. არ უნდა დაიმსახუროს სილა როგორ გაწვა. სილის გაწვისთვის 97 წლამდე. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ხა სილის გაწვისთვის 7 წლამდე თავისუფლება არის? რასორი გონია? სილის გაწვა არ თუ არა თავდასხმა თქვენთვის? თავდასხმა? თავდასხმა ცოტა სხვა რამე მგონია რა. არ თუ არა თავდასხმა სილის გაწვა თქვენ როგორ აღიქვამთ ამ? ალბათ უფრო თავდაცვა იყო ვიდრე თავდასხმა. ზიაბაღობელის მხრიდან? რა თქმა უნდა მზეას. იმიტომ რომ ცხადი იყო თქვენთვის რომ პოლიციელი არ ღვევდა პირიქით უფლებებს. არ ღვევდა, არ ვიცი რამდენად ეხლა მოვლენის თანამონაწილე არ ვიყავი, მაგრამ ქალბატონი როცა ესეთ ნაბიჯს გადადგამს, იქ ძლიერი გამხიზიანებელი უნდა იყოს, როგორც ქალია, ესე განსაზღვრა. ვერ წარმომიდგენია ძალადობა ადამიანზე ფიზიკური. ალბათ გამოიყვანო უნდა მოთმინებიდან ქალი და დაურღვიო ყველანაირი ფსიქოლოგიური წონასწორობა, რომ ეს ნაბიჯი გადადგას და ალბათ პროვოცირება მოხდა მისი და იყო საპასუხო რეაქცია მის გაღიზიანებას. მის მიმართ შეურაცხყოფაზე ან რაღაც მიუღებელ საქციელზე პოლიციელის მხრიდან. აი თქვენ რა შემთხვევაში გააძნაოდეთ თქვენ სილას ვინმეს ანუ შეურაცხყოფას როცა მომაყენებს ადამიანი რომელიც ჩემს წარმოდგენაში ძალიან მაქსიმალურად დარღვევა ქალის და ადამიანის უფლებების, მაშინ შეიძლება ფიზიკური ზემოქმედება მოვახდინო მეორე პიროვნების მიმართ. რა შოშია სილა გავაზდა, იმიტომ ცირეგნო ჩამაგდო. არ არის მიზანში ზოლილე ჩემთვის. ანუ რა იქნებოდა სწორი თქვენი აზრით? ნუ ჯარიმა. მოხალხეს ხელდარდა. ჯარიმა და всё, ჩემი აზრით ესეა და დალში არ ვიცი. თქვენი შეფასებით არის თუ არა სწორი სილის გაწვნისთვის პატიმრობა 4-დან 7 წლამდე? არა. არ არის სწორი? რატო? რატო? იმიტომ რომ პასუხი აგებია მისი საქციელი, რატომ მიაღინა შეურაცხყოფა. შეურაცხყოფა არავის არ ეპატიება. აი ტკივილი განვიცადები, რა გეგებუაძე მუთხრა სასამართლოს. ეგ არ ვიცი, რა ტკივილი განიცადა იმანი. არ ვიცი. არ გჯერათ რომ ტკივილი განიცადა? ნუ, რავი ახლა ეს მისი მოსაზრება არის და მისი ტკივილია თუ არა ტკივილია ეს მისი გადასაწყვეტია, რავი მე რა ვერ შევაფასე. შესაძლებელია არ იყოს მაგდონის სიმძიმე, მაგრამ მეორე მხრიდან თუ შევხედავთ ეს ხო პოლიციელია რა, ანუ მაგაზე სილის გავწევად შესაბამისად დარღვევა. ხო, მაგას ამბობენ და ადვოკატების რომ ეს დარღვევა არა, აი ისინი არ უმეორებ ეს მისაღები ქმედება, ამას არავინ არ ამბობს და ეს. მაგრამ სწორია თუ არა 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ეს სასჯელი. 4 შესაძლებელია მეტია უფრო. ანუ დარღვევა არის როგორც ასეთი, მაგრამ 7 წელი ჩემი აზრით ბევრია. სიმართლე, მე სიმართლე. ქალი საერთოდ არ უნდა იდეს ციხეში. ჩემი აზრით მაგრამ ამ ეტაპისთვის არ მაქვს პასუხი. ძალიან ბევრი ფიქრია საჭირო. სასჯელი 4-დან 7 წლამდე არის მისაღები სილის გაწვნისთვის. ეს უკვე ალბათ მეტი. ქართული ოცნებას უნდა მიშკვაზე იყოს ყველა. ხო და მიშკვაზე არავინ არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა თავისუფლება, გვინდა ევროპა. ხო და მაგას ევროპა უნდა, მაგას რუსეთი უნდა. ზრიამაღობას ეხლა ელოდება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, პატიმრობა. არასწორია მე. სასამართლო არ არის ჩვენთან და მაგერმა შეიძლება 20 წელიც მიუსაჯო. ხალხის ძალა უნდა ვაჩვენოთ, რომ მიბრძანდნენ, სადაც რუსეთი უნდენ თუ ისა რა ქვია, ჩინეთი. მიბრძანდნენ იქ. რაც მოხდა 2003-ში, ის მოხდება ეხლაც. მაგრამ ოპოზიცია ცოტა მოიკოჩხლებს და რა ვიცი. ერთი წინამძღვარი უნდა ამ ხალხს. ერთი კარგი, ჭკვიანი წინამძღვარი. სილის გაწვნის შეიძლება აფექტურ მდგომარეობაში იყო და მაგიტომ გააწმა სილა და რაღაცა 4-7 წელი ნამდვილად ძლიერი. სილის გაწვნა არის თავდასხმა თქვენთვის? თავდასხმა შეიძლება იყოს და თავდაცვაც. სწორია სილის გაწვნისთვის პატიმრობა 4-დან 7 წლამდე. არა, სწორი არ არის, რა თქმა უნდა.
ვფიქრობ, რომ მსუბუქი სასჯელი შეიძლება ამ შემთხვევაში, როცა არის უფრო მეტი ძიმე დანაშაულები და შესაბამისად პროპორციულად ძიმე დანაშაულს უფრო სხვანაირი ის უნდა ქონდეს სასჯელი. რა თქმა უნდა, ცუდია ზოგადად როცა ეს ყველაფერი თავს ეხება, მაგრამ არის ესეთი რაღაც, რომ ზოგადად კანონი უნდა კანონობდეს ქვეყანაში და მიუღებელია მაგალითად ჩემთვის როგორც ერთ-ერთი მოქალაქისთვის, რომ კანონს არ ემორჩილებოდე რა, უნდა ემორჩილებოდე კანონს. ვინ არ ემორჩილება კანონს ამ შემთხვევაში? არა, ზოგადად ვამბობ, რომ არ უნდა იყოს მაინც მოქალაქე კანონმორჩილი და ყველას აქვს თავისი პასუხისმგებლობა. აი ეს არის თქვენთვის პოლიციელის შეურაცხყოფა, თუ ეს არის თავდასხმა? პოლიციელის შეურაცხყოფა არის. ქალის დარწმული ხელი არ უნდა გეწყინოს მე მგონი. მე ასე ვფიქრობ. რატომ ჩასვეს მაშინ ციხეში ჟურნალისტი? ვიცი, ვერ გეტყვით მაგას. ნუ თავდასხმა არა, მაგრამ ცილის გაწვნა არაა კარგი საქმე ჩემო. პოლიციელია. სწორი სასჯელი თუ არის 4-დან 7 წელი თავისუფლების აღკვეთა? აი ძალიან დიდი სასჯელია. ძალიან დიდი სასჯელია. აი არა. ხო გაირკვია ეს საქმე და ხო გამოუშვეს. გამისმინე კაცო გეუბნები შენ ახლა პავაროდეს თუ მიკითხებ. შენ დამისმინე. ხო გამოუშვეს, რომ გაირკვია ეს საქმე. გაირკვია, სულ კაი, განთავსდა ყველაფერი, ხო დამწყნადა. შემოაბრუნა ბიჭო ხელი ხალი კიდე პოლიციას ხე შემოატრიალა და შემე რატო დამიწე გააქანა თხეშა სად გაგიგია ესადა და მაგის იმის შეკითხვა და პასუხის დას მე არ ვიცი როგორ გახსეთ მაგაზე პასუხი ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა ქალბატონისგან სილის გაწნაზე ამხელა სასჯელი დაეკისროს ესეც პროვოცირებული იქნებოდა მისგან სილის გაწნა და სავსებით გაუმართლებელია ის სასჯელი, რასაც გულისხმობს მოსამართლე. აი 4-დან 7 წლამდე ელოდება მზიამაღლებას თავისუფლების აღკვეთა. ეს არ არის სწორი სასჯელი. რა თქმა უნდა, არასწორი სასჯელია და მე მგონი ბევრი დამეთანხმება ამას. რის გამოა ხა მზიამაღლებელი პატიმრობაში, ციხეში? ალბათ უფრო სადამშველო და საჩვენებელი გამოსვლა ეს სამართალდამცველების მიერ დამცველებით ვქვია, ვიდრე სწორად შერჩეული განაჩენი. იმიტომ რომ მზიამაღლებელი ჟურნალისტი და მედია მენეჯერია. ჟურნალისტიც მაგაზე არ ვიტყვი, უბრალოდ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ნაბიჯებს. რამდენად სწორია თქვენი შეფასებით სილის გაწვნისთვის პატიმრობა 4-დან 7 წლამდე? ძალიან მძიმე სასჯელია და არასწორია. სილის გაწვნა არ თუ არა თავდასხმა თქვენთვის? სილას საერთოდ შეურაცხყოფის გულისხმობის საწუხაროა. ნაშობია. ეს არ არის თავდასხმა? არ არის თავდასხმა. თუ ადევნებ თვალს მზიამაღლობელი საქმეს ჟურნალისტის? ადევნებ და სუდი ამბავია რა, ძალიან სუდი. რატომ დააპატიმრეს თქვენი აზრით? რატომ ყავთ ის უკანონო პატიმრობაში? ასეთი რეჟიმია საერთოდ რა, ყველას დააპატიმრებენ ალბათ მალე რა.